Მომავალი კვირის მთავარი თემა იქნება კვლავ ვითარება ახლო აღმოსავლეთში, რომელიც როგორც ჩანს არც მიმდინარე კვირაში დასრულდება და ამიტომაც ინვესტორები განსაკუთრებულ ყურადღებას ენერგეტიკულ ბირჟას მიაქცევენ, ისევე როგორც არა მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯები, არამედ გლობალური ინფლაციაა დამოკიდებული ამ ყველაფერზე. მომავალ კვირას შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს და დიდი ალბათობით ფედის განაკვეთი უცვლელი დარჩება, მიუხედავად პრეზიდენტ ტრამპის შეგონებისა და დაჟინებული მოთხოვნისა განაკვეთის შეცვლასთან დაკავშირებით. ანალოგიურ ვითარებას და დატვირთულობას ველით ევროპის რეგიონშიც, სადაც სახელმწიფოები ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის უახლეს მონაცემებს წარმოადგენენ, ამასთან ევროპის ცენტრალური ბანკი თავის გადაწყვეტილებასაც გაგვაცნობს, აქაც არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ECB მონეტარულ პოლიტიკას არ შეცვლის და საერთოდ სულ ხვალ რომ დასრულდეს ომი ახლო აღმოსავლეთში და ის ხვალ ნამდვილად არ დასრულდება, მე მგონია რომ ინფლაციური პროცესები უკვე დაძრულია და ის მალე აისახება გლობალურ ეკონომიკაზე და იმავდროულად არ მისცემს საშუალებას ცენტრალურ ბანკებს ნეიტრალური ან ეკონომიკის სახალისებისთვის ხარდამჭერი გადაწყვეტილებები მიიღონ, გულისხმობ რეფინანსირების განაკვეთების შემცირებას, ასე რომ სჯობს მომემზადოთ უარესისთვის, ვიდრე მუდმივად ცუდის მოლოდინში ვიყოთ ან გქონდეს ცუდი მოლოდინი.